დღეს თქვენ გქონდათ ბრიფინგი და ზოგადად ბოლო მოთხოვნა, რაც თქვენგან ისმის, უფრო მიმართულია სასტუმრო შერატონისკენ. ვინაიდან თქვენ სავარაუდოდ ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობას არ გაქვთ გამოძიების იმედი, ცდილობთ თვითონ გაარკვიოთ რა უბრალოდ გარკვეული გაქვთ ალბათ თქვენი რწმენით და ინფორმაციით, მაგრამ კადრობრივად დაასაბუთოთ უწყვეტი ჩანაწერით ის რაც ადგილზე მოხდა, მაგრამ თქვენ არ გაძლევთ ამ კადრებს შერატონი. რა ეტაპზეა ეს საკითხი და რამდენად აქვს პერსპექტივა კადრების მოპოვებას? ეს არ არის ორღობის სასტუმრო, ეს არის საერთაშორისო ბრენდი. მოგესალმებით საღამომშვიდობის, მივესალმები ტელეკომპანია ფორმულას მაყურებელს. დიახ, ინციდენტის წუთიდანვე ვითხოვთ სასტუმრო ბათუმის შერატონის ადმინისტრაციისგან ამ კადრების ჩვენთვის გადმოცემას, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უმოქმედობა, რომელიც იყო ერთი მხრიდან როგორც სამართალდამცავი უწყობების წარმომადგენლებისგან დაწყებული ჩათვლით, ისევე დაცვის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებით გაგრძელებული და მე პერსონალით, რომელმაც შემთხვევის ადგილი, ესე ვთქვათ, დაასუფთავა. შესაბამისად, აი ამ პირობებში, როდესაც გვაქვს ინფორმაცია, გონივრული მოლოდინი, რომ ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს უკვე გადმოსაცემად მხარისთვის, რომელიც საქართველოს კანონის საფუძველზე პერსონალურ მონაცემათა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე ითხოვს მასზე არსებულ ინფორმაციას, მის პერსონალურ მონაცემს უბრალოდ აუხსნელია ამ პროცესის გაჭიანურება, ხო? ჯერ გვპირდებიან, დღეს მაგალითად კომუნიკაცია იყო სასტუმროს ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, გვეუბნებიან, რომ 10 დღიანი სამუშაო ვადა აქვთ, რომლის გაგრძელებაც კიდევ 10 დღით არის შესაძლებელი და წარმოგიდგენია თქვენ ბოლოს გვეტყვენ ალბათ, რომ ერთი თვე ინახება ეს კადრები და უბრალოდ ხელმისაწვდომი შეიძლება აღარ იყოს რამდენიმე დღეში. შესაბამისად, ამის მოლოდინი არსებობს, ამიტომ ჩვენ ვჩქარობთ, რა თქმა უნდა და ზეწოლას განვახორციელებთ სამართლებრივს, რა თქმა უნდა, ჩარჩოებში, ეს ვიდეო კადრები მოვიპოვოთ. არ მოცემის უფლება არ აქვს, თუმცა ეხა აჭიანურებენ თავიდან ბოლომდე პროცესს და ეს გაჭიანურება ემსახურება ერთ-ერთ რამეს, რომ შიდა და გარე პერიმეტრის არსად აყენებული კამერების ყველა ჩანაწერი ან არ მოგცენ, ან დამახინჯებული. მაგრამ თქვენ რომ არის ყველაფერი. რომ აქვთ ყველაფერი ეს ხო? მაშინ გადმოგცენ რა პრობლემა არის, ხო? თუ არის მიცემ გამოძიებას პირველ ეტაპზე ასე თქვეს. ჩვენ გვჭირდება ეს კადრები ვნახოთ რა შეიძლება სწრაფად. ეს მაინც ნიშნავს უწუხარ, მაგრამ ამის თქმა გვიწევს ამ ბრენდის მხრიდან, ამ სასტუმროების ქსელის მხრიდან, რომელიც მარტო ბათუმში არ არის ბუნებრივი, ეს ნიშნავს, რომ აი ამ კადრების დაფარვით ისინი ხელს აფარებენ ამ ეტაპისთვის მოძალადე მხარეს. ეს განცდა ის ინფორმაცია რჩება ჩვენ სათავო ოფისთანაც კომუნიკაცია დავიწყეთ, მივაწოდეთ ინციდენტის შესახებ ინფორმაცია, ორგანიზებული თავდასხმის შესახებ ინფორმაცია და მათ შორის ის კონკრეტული კომუნიკაცია რაც ჰქონდა ადგილობრივი სასტუმროს ადმინისტრაციასთან. ეს ხო შერატონ მარიოტის ქსელის საერთო სასტუმროა. შეწყებულები არიან ინციდენტით და პირობა აქვს დადებული, რომ აუცილებლად ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანენ და ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, თუ უნდათ საერთაშორისო რეპუტაცია გაინადგურონ და 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო იქცევა ისე, როგორც მაგალითად შეიძლება მოიქცეს რაღაც რომელიმე ცეხავიკი ბიზნესმენის რაღაცა კერძო მოტელი, ეხა ეგ სხვა საკითხია საერთოდ, მაგრამ არ მგონია, რომ ამ რეპუტაციულ რისკებს აწევა შეძლოს ადგილობრივი რისი დასაბუთება გსურთ ამ კადრებში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რატომ გჭირდებათ ეს კადრები? გეტყვით. ხელისუფლება ხო რა ცდილობს ახლა, რომ გაასაღოს დაზარალებულება და მსხვერპლება და ეს ადამიანები, რომლებიც დღემდე იმალებიან და საჯაროობას გაურბიან, ხო, ეს თავდამსხმელები. ეს იყო თავიდან ბოლომდე ორგანიზებული, აი ის გავრცელებული კადრები და პროპაგანდისტული მედიის გავრცელებული კადრები ჩანაწერი. აი წარმოიდგინეთ გაღალდის ჩარტყმა. ხო, გაღალდის ჭიქის ჩარტყმა და წარმოიდგინეთ თქვენ უბრალოდ სასტუმროს ადმინისტრაცია, რომელსაც უნდა ყავდეს და უზრუნველყოფილი იყოს მაღალ დონეზე უსაფრთხოება, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ზუსტად იციან ადამიანები იყოფებიან სასტუმროს შიგნით, რომლებიც ორგანიზებული თავდასხმისთვის ემზადებიან. ადამიანი წინასწარ არის მომზადებული, რომელიც მობილური ტელეფონით დგას მოშორებით და იღებს მთელს ამ ინციდენტს. აი რამდენიმე წუთის განმავლობაში ეს ინციდენტი გრძელდება და არც ერთი უსაფრთხოების თანამშრომელი ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ მინიმუმ ეს კონფლიქტი ამოწუროს ან დააშოშმინოს და ასე დაცვა არ ყავს. ყავს, თუმცა იმ პერიოდში ის იმყოფებოდა სრულიად მარტო და შესაბამისად მთელი ეს ჩანაწერები, რომელსაც ჩვენ ვითხოვთ, პირველ რიგში გვაძლევს იმის შესაძლებლობას, ერთი, სწორი ვერსია მიეწოდოს საზოგადოებას, რეალურად რა მოხდა, როგორ ლაჩხულად, ორგანიზებულად თავს დაესხნენ გიორგი გახარიას და მეორე, შევძლოთ იდენტიფიცირება ყველა მოქალაქის თუ თანამდებობის პირის, რომელიც ამ ინციდენტში ზონდერის
დაახლოებით იყო 10-მდე ადამიანი, ორ ჯგუფად გაყოფილი, შიგნითაც და გარეთაც, ორ ჯგუფად გაყოფილი, 4-5 ადამიანი ერთ ჯგუფში და 4-5 ადამიანი მეორე ჯგუფში, პირველი ჯგუფი ერთვება ინციდენტში და შემდეგ უკვე მეორე როგორ მოხდა თუ შეიძლება რომ აღვიწეროთ, ესე იგი ის რაც ჩვენ ნახეთ, რაც გავრცელა პროპაგანდისტულმა მედიამ იმედმა, რომ აი ამ სატრიალებელი კარის წინ დგას ხომ გახარია, რაღაც კამათია და ამ ქაღალდის ჩიქას ისვრის სამხარაძის მიმართულებით. მერე კადრი გაჭრილია, უკვე ძირს არის გახარია და აშკარად უკვე არის რაღაცა ძალადობის მომხდარი ძალადობის შემდეგი პროცესი, ხო? აი რა არის კადრში, რა სხვება თვითონ ხო, მოდით ნინო ჩვენ განგებ არ ვსაუბრობთ ზუსტად თავიდან ბოლომდე ამ ვერსიაზე რა მოხდა, იმიტომ რომ ველოდებით ჯერ რა ვერსიას შემოგთავაზებენ თვითონ და ზუსტი ვერსია, ამიტომ გვჭირდება ჩვენ ვიდეო კადრები და გიორგი გახარია ისაუბრებს თავიდან ბოლომდე ამის შესახებ. ესე იგი მე არ გამორჩენია, ამ წუთამდე მოყოლილი ეს მწოვრად არის. თავიდან ბოლომდე ეს ისტორია ჩვენ ეს როგორც გვიყვება რომ მივედი ვიჯექი მოვიდნენ დამელაპარაკნენ ეს მეთრესის მეთრეს ეს არავის არ უთქვამს თქვენი მხრიდან. ხო, ეს ისტორია თავიდან ეს თორე არ არის მოყოლილი თავიდან ბოლომდე. ამიტომ ჩვენ ველოდებით მათ შორის ვიდეო კადრებს და მხოლოდ ამის შემდეგ გვექნება შესაბამისად საუბარი ყველა დეტალთან დაკავშირებით. ჩვენ ამის პარალელურად მიუხედავად იმისა, რომ ვიდეო კადრები ყველაზე კარგად იძლევა ალბათ იდენტიფიცირების საშუალებას ადამიანების, რამდენიმე თავდამსხმელი უკვე დაიდენტიფიცირებული ყავს, ვინც და მუშაობთ ამ საკითხთან დაკავშირებით. შესაბამისად მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ფაქტს ვერანაირ გაექცევა, მოუწევთ ღიად გამოჩენა ამ თავდამსხმელებს და პასუხისმგებლობის აღება. აი წარმოგიდგენიათ ორგანიზებულ თავდასხმაში მონაწილეობდნენ ადამიანები და ვითომ რეჟიმის მსახურები არიან, ვითომ ყველაფერზე წამსვლელები არიან და იმის გამბედაობაც კი არ აქვს, რომ ამაზე პასუხისმგებლობა აიღონ და გამოვიდნენ და თქვან, ხო, ჩვენ ვიყავით, ჩვენ დავესხით თავს, ან რაღაცა კონკრეტული მოქმედება განმახორციელებთ, ან თავს ვიცავდით, ხო? აი ამის დინარაძე იცავდა დღეს და ვიღაცა ისინი უგვარსახელო ჩინოვნიკები ოცნების აი ამ თავდამსხმელებს, რომლებიც არც თუ ისე დიდი მორალით გამოირჩევიან და თავს როგორ გზნობს ახლა? ნორმალურ მდგომარეობაშია, სამუშაო პროცესია, შემიძლია დაგიდასტუროთ, ძალიან ბევრი შეხვედრა ქონდა. სახეზე ეთყობა ხომ რა ჩვენ ნახეთ შედეგები? არც ვერ ვიტყოდი რომ ეთყობა და რა ხო, ოდნავ და განსაკუთრებული დაზიანების კვალი რა თქმა უნდა არ ეთყობა, სულ რამდენიმე დღეში უკვე რა თქმა უნდა საჯარო კომუნიკაციაშიც იქნება ჩართულია და იქნება ხელმისაწვდომი რა თქმა უნდა. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ერთ რამეში, ეს არის რეჟიმის დასასრული, რეჟიმი ყოველთვის როდესაც თვითგადარჩენის ინსტინქტით მოქმედებს, სულ უფრო ბრუტალური ხდება მისი მეთოდები, პოლიტიკური მართლმსაჯულების გამოყენების კუთხით თუ სხვა მიმართულებით, შესაბამისად მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ბოლო გაბრძოლება, რაც უფრო ბრუტალური გახდება, მით უფრო გაღრმავდება უბსკრული საზოგადოებასა და ოცნებას შორის, ისევე როგორც ოცნებასა და საერთაშორისო საზოგადოებას შორის და ყოველი ესეთი გადადგმული ნაბიჯი კიდევ უფრო აახლოებს დასასრულს ოცნების რეჟიმის, ამიტომ მე ვპირდები ამ ადამიანებს, მათ შორის ამის ორგანიზატორსა და აღმასრულებლებს, რომ მათი პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება. დღეს მათ ძალიან დიდი დანაშაული ჩაიდინეს, დღეს თუ რამდენიმე დღის წინ და აი დანაშაულს პასუხი აუცილებლად გაეცემა. თუ ვინმეს გონია, რომ სადმე დაიმალება, ვიღაცის ზურგს ამოეფარება, იტყვიან, რომ ვიღაცის დავალებას ვასრულებდი, ეს ესე ვერ იქნება, ნამდვილად ამ ადამიანებს ვპირდებით სამართლიან პასუხისმგებლობას. მე მაინტერესებს თქვენი ესე იგი ვერსიით ეს იყო ორგანიზებული წინასწარი და რამდენიმე რამე მიანიშნებს ამას. რა მიანიშნებს ამაზე, რომ ეს არ იყო შემთხვევით, ეხლა აქ ლოგიკა რომ განვავითაროთ, თქვა თავდამსხმელთა სასარგებლო. შესაძლოა თქვა, რომ ისინი ცხოვრობდნენ ადგილზე, მათთან სტუმრად იყო შერატონში მისული ეს ადგილობრივი მინისტრის მოადგილე, სვამდნენ, ნასვამები იყვნენ, ჯერ ზვიად ქორიძესთან მოხდა შემთხვევით, რომელიც იქ იყო შემოხლა, შემდეგ ასევე შემთხვევით ადგილზე მივიდა გახარია და ისიც რომ დაინახეს აი ამ ტალღაზე მოხდა, იმიტომ რომ მნიშვნელობა აქვს, ხომ, ორგანიზებულია თუ რაღაცა ემოციური ფონი აქვს აი ამ ნებისმიერ თავდასხმას. რა გაძლევთ საფუძველს თქვათ, რომ ეს იყო ორგანიზებული? ხო. ჩვენ გვაქვს რაღაცა ინსაიდერული ინფორმაციაც ამ საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც აუცილებლად ვისაუბრებთ. პირველი, ანუ ფაქტებს რომ დავუკვირდეთ.
ზუსტად იცოდნენ გიორგი გახარია რომ იყო მარტო და ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში არის შესაძლებელი თუ ოპერატიულ კავშირზე და ოპერატიული მეთვალყურეობის ქვეშ არის ადამიანი, ეს ცალსახადესია. ზუსტად იცოდნენ რომ იმ მომენტში გიორგი გახარია რომელიც მუდმივად თანხმლებ პირებთან ერთად არის ხოლმე ან თანაგუნდელებთან ან სხვა ადამიანებთან მეგობრებთან ერთად ზუსტად იცოდნენ რომ იყო მარტო. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, ზუსტად იცოდნენ რომელ სასტუმროში იყო. მესამე, ზუსტად იქ ცხოვრობდა გიორგი გახარია. თუ მივიდა რამე არა, ნომერში იყო, ნომრიდან ჩამოსული იყო, საქმეზე გასული იყო და ბრუნდებოდა უკან. მესამე, ზუსტად იმ ადგილას მისაღებში სასტუმრო შერატონის ლობიში წინასწარ იყო გამზადებული ადამიანი, რომელიც მობილური ტელეფონით ამ ინციდენტს იღებდა ჯერ შიგნით, შემდეგ გარეთ ან თუ სხვა არის კიდე. ადამიანი, რომელიც თან ახლდათ მეოთხე საკითხი. გიორგი გახარია, მოდით ახლა პირდაპირ ვთქვათ, არ არის ის პოლიტიკოსი, რომელსაც შეიძლება ესე ჯგუფურად 10 ადამიანმა თავდასხმა გაუბედოს და ფიზიკური ანგარიშწორება თუ კონკრეტული დავალება არ აქვს. ადამიანური ინსტინქტია, თუ ესეთი ტიპის კონფლიქტი ხდება რამდენიმე ადამიანის შორის, რომ გააშველო, ხო? უმოქმედოდ იყო ფაქტობრივად სასტუმროს უსაფრთხოების სამსახური, რომელიც ამ ინციდენტს განმავლობაში საერთოდ რასაკეთებდა წარმოუდგენელია. მით უმეტეს მოხდა უკვე ინციდენტი, ზუსტად, ხო, მით უმეტეს, როდესაც ასეთი ტიპის ინციდენტი ხდება, ეს ხალხის სახიფათო ხალხია. ხომ დაულეწეს მთელი. ხო, ჩვენ თანაგუნდელები ყვებოდნენ, რომ სადღაც მაგიდაზე ისხდნენ, აი ესეთი პლასტმასის ჭიქებში ესხათ. აი ზუსტად ასეთ ჭიქებში ვისკი და სვამდნენ, ხო? ესა საგულდაგულოდ ამისთვის მისული ეს ადამიანები. ხო და მე მნიშვნელოვანი საკითხი ასევე, ზუსტად 6 წუთში ჩვენი თანაგუნდელები ამ თავდასხმის განხორციელებიდან ზუსტად 6 წუთში, რაც ეს ინციდენტის შესახებ ინფორმაცია გახდა ცნობილი, იყვნენ ადგილზე, იმყოფებოდნენ ადგილზე. სასწრაფო სამედიცინო დახმარებას და პოლიციას დაჭირდა 50 წუთი. წარმოგიდგენია თქვენ ახლა ბათუმი არ არის არც თუ ისე დიდი ქალაქი, მით უმეტეს პოლიციის განყოფილება ბულვარის იქვე არის, შერატონის ბულვარის პოლიცია იქვე არის. 50 წუთი დაჭირდათ ადგილზე მისასვლელად და ადგილზე მისულ ადამიანებს დათვალთ სასტუმრო შერატონის ადმინისტრაციის პერსონალის მიერ დაალაგებული შემთხვევის ადგილი, რომელიც ძალიან ბევრ მნიშვნელოვან მტკიცებულებას შეიძლება შეიცავდეს ელემენტარული ჭიქაზე დატოვებული კვალით, ვინ იყო იქ ადგილზე და დნმ-ის ნიმუში და 1000 სისხლის ნიმუში და ძალიან ბევრი მტკიცებულებით, ხო? ამას რო თავი დავანებოთ აი ამ ყველაფერს, ხო? აი ელემენტარულ რაღაცას ვითხოვთ, ხო? სასტუმროს ადმინისტრაციისგან ვითხოვთ ჩვენს პერსონალურ ინფორმაციას. გიორგი გახარია ეთხოვს საკუთარ პერსონალურ ინფორმაციას, რომლის მიღების უფლებაც აქვს კანონი და ეუბნებიან, რომ იურისტებთან გავდივართ, დღეს კომუნიკაციაში ვიყავით ვიღაც ქალბატონთან სასტუმრო შერატონის ადმინისტრაციის და გვეუბნება, რომ აი 10 დღიანი სამუშაო ვადა გვაქვს და ამ ვადაში გადმოგცემთ. ეს ვადა შეიძლება კიდე 10 სამუშაო დღით გაგრძელდეს. სამუშაო ვადა ეს სადმე წერია, რომ პერსონალურ მონაცემთა კანონში პერსონალურ მონაცემთა დამუშავებელ სუბიექტს აქვს, თუმცა ეს არ დღიანი სამუშაო ვადა გონივრულად იმიტომ აქვს აღებული კანონმდებელს, რომ 10 სამუშაო რომ რაღაცისთვის საჭირო შეიძლება იყოს პროცედურებისთვის. გამზადებულია ფაილია გვაქვსო, გადასაცემადო და 10 სამუშაო დღე გონივრული ვადა რატო შეიძლება იყოს ასეთი ინფორმაციის გადმოსაცემა წარმოუდგენელი. ეს არის სამწუხაროა ასეთი სერიოზული სასტუმროსგან ასეთი. ხო, ეს არის გზავნილი ხა რომ უსაფრთხო არის შეიძლება იყოს ამ სასტუმროში დასვენება და ტურისტულ პოტენციალსაც ანადგურებს ამ ქალაქის და იმედი მაქვს. ეს იქნება იმედი მაქვს. გადაწყვეტილება იქნება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი და საჭირო ინფორმაციის მიღება. აუცილებლად ნინო, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ მე რომ რეჟიმის დამარცხება აი მხილების გარეშე არის შეუძლებელი. ამიტომ ყველა ეს ადამიანი სააშკაროზე უნდა გამოვიყვანოთ. ყველა მათი სახელი და გვარი უნდა იცოდეს. საზოგადოებამ უნდა იცოდეს რეჟიმის მსახურების შესახებ ინფორმაცია, იმ ჭუჭყიანი მორალის ადამიანების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც მზად არიან ამ ქვეყანას პირდაპირ ფორმით გაუსწორონ ეს ქვეყანა გაყიდონ, აქციონ რაღაცა რეჟიმად უმართავ ქაოსში ამყოფონ ადამიანები, იძალადონ, სემონ დაამწყვნიონ ციხეში, გამოკეტონ ბიძინა ივანიშვილის დავალებით და საკუთარი შვილები და უსაფრთხოების კი ბატონო, სამწუხარო იქნება თუ შერატონი ამ მათ რიგებში ჩადგება. მადლობა თქვენ.